პროექტი უცნობი კავკასია. Სამომით ეთერშია პროექტი უცნობი კავკასია, მას დღეს მე ნინო ჟიჟილაშვილი წარმოგიდგენთ. ოპოზიციური ულტიმატუმების მრავალფეროვნება ჩვენ დღეს ვეცდებით ვიპოვოთ განსხვავებები და მსგავსებები იმ საერთო სტრატეგიულ მიზნებში, რომლის მისაღწევადაც ოპოზიციას აქვს საკმაოდ ბევრი განსხვავება. გაერთიანებული ოპოზიცია, ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი იქნებიან დღეს ჩვენ სტუდიის სტუმრები. პირველი სტუმარი ბატონი კახაკუკავა, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჯერჯერობით ამ დრომდე არ გაიხსნა დებატები ოპოზიციურ სპექტრს შორის, რაც სავარაუდოდ ჩვენ იმედს ვიტოვებთ უახლოეს მომავალში ალბათ შედგება. არა თქვენი მიზეზით, თუმცა ოპოზიციას აქვს ესეთი პრინციპული მოსაზრება, რომ ერთმანეთს ჯერჯერობით არ ედებატება, ეკამათება. მე ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავждეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. კონსერვატიულ პარტიას და ჩვენ პარტნიორებს, ვინც მონაწილეობს 9 აპრილის აქციაში, არ აქვს არაფერი საზოგადოებისგან დასამალი. რაც შეეხება იმ პრინციპს, რომ კოლეგიალობის თუ სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე თავს არ უნდა დაესხა ოპოზიციურ პარტიას, მე ვფიქრობ შეიძლება და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ისეთნაირად დავუხსნათ საზოგადოებას ჩვენ მოსაზრებებს შორის არსებული განსხვავებები, რომ ერთმანეთს თავზე არ დავესხათ. მაგალითისთვის მე მოვიყვან თუნდაც იმ ასთა სხვადასხვაობას, რაც ჩვენ გვაქვს ირაკლი ალასანიას გუნდთან. კი, მაგრამ ჯერმე გამარჯობა არ მქონდა დამთავრებული ბატონო კახა, თქვენ დაიწყოთ თქვენი მოსაზრებების გამოთქმა, ეს ძალიან კარგია. ჩვენს მსმენელს მინდა შევახსენო, რომ შეუძლია დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე 380 და ვიდრე პოლიტიკურ მიზნებზე გადავიდოდეთ, ვიდრე განსხვავებებზე და მსგავსებებზე, ძალიან მინდა რომ გავხსნათ თემა, რომელიც ეხება ტელეკომპანია იმეს. დღეს ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ, რომ იმედი გაიყიდა ახალ მფლობელზე რაკენ ჯგუფზე. რა მინდა კითხოთ, თქვენი გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმებში მუდმივად იყო მედიის გახსნის თემა. მედია სავარაუდოდ არ გაიხსნება, არის თუ არა ასეთი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ის უბრუნდება არა ბადრი პატარკაცშვილის ოჯახს, არამედ იყიდება კიდევ ახალ მფლობელზე. თქვენ როგორ შევიჭრება გჭირებათ? როგორ აღიქვით თქვენ ეს გზავნილი? პირველი საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, 7 ნოემბერს რა მოხდა, ეს ყველას კარგად ახსოვს და დეკემბერში, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ის, რაც შეიძლება ზოგიერთმა კარგად არც იცის, რომ ბოლო თვეების მანძილზეც გრძელდებოდა მუდმივი ზეწოლა და მოლაპარაკებების თანხლებით ბადრი პატარკაცშვილის ოჯახთან, რომ მზად იყო ხელისუფლება ოჯახისთვის დააბრუნებინა ყველაფერი, ბანკი, მთაწმინდის პარკი და სხვა მიტაცებული ქონება იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ბადრი პატარკაცშვილის ოჯახი თავისინებით უარს იტყოდა ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების წარმოებაზე. ოჯახმა განაცხადა უარი, თქვენ იცით, ეს ყოველთ განსავნელებელი პატარკაცშვილის პოზიცია თავის დროზე, რომ იმედი არ იყიდება. რის შემდეგაც ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, აქ არანაირი 1%-ით არ შეიძლება ივარაუდის დაშვება, რომ ეს რაიმე კომერციული ოპერაცია არის. ეს არის გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული ახალი სპეცოპერაცია და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამჟამადაც გადააფორმეს უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლობირებული კომპანია რაკიინის სახელზე. ვისი მფლობელობის ქვეშ არის ეს ყომით ოფიციალურად, თუმცა ვინ დგას ზუსტად თუ შეგიძლიათ გითხრათ აი ამ კომპანიის უკან რაკინის ჯგუფი. რაკინი ეს არის ძალიან დიდი ფინანსური ჯგუფი, რომელიც რაც მოვასწავლეთ ბოლო საათების მანძილზე ოპერატიულ მდგომარეობაში პრაქტიკულად ეს არის დუბაიში რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც აქვს ფილიალები და შვილობილი კომპანიები პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამ შემთხვევაში მე კონსერვატიული პარტიის პოზიციას გამოვხატავ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკუთრების რეკეტის გაგრძელება. რაკინი ეს არის ამ კრიმინალის და საკუთრების, კერძო საკუთრების რეკეტის თანამონაწილე. ამიტომ უახლოეს რამოდენიმე დღეში ამჟამად ჩვენი იურისტები სწავლობენ ამ საქმეს და ამზადებენ დოკუმენტაციას. ჩვენ მიმართავთ შავი ფულის გათეთრების და კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის შვეიცარიის ფულის გათეთრების მონიტორინგის ბიუროს, მათ შორის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და ჩვენ მოვითხოვთ გადაღადაედოს რაკინის ქონებას და ანგარიშებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, იმიტომ რომ ეს კომპანია დღეს არის ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული კერძო საკუთრების რეკეტის თანამონაწილე. გარდა ამისა, ჩვენ ალბათ უახლოეს რამოდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ კომპანია რაკინის კუთვნილი ობიექტების ნუსხას საქართველოში და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებთ სრული ბოიკოტისაკენ. ეს არის გაუგონარი ცინიზმი. ვის მიმართ ბოიკოტისაკენ? კომპანია რაკინის კუთვნილი პროექტების და ობიექტების მიმართ ეს ნუსხა გამოქვეყნდება. არ უყუროთ ტელეიმედს თუ როგორ უნდა გამოხატონ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დღეიდან ტელეიმედი უკვე მასთან კონტროლის ქვეშ არის. არ შეგიმჩნევიათ დედაქალაქში არის. როგორ არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ მე კონკრეტულად იმედის თემას მინდა რომ დავუყუროთ. რა ფორმაში არის, რომ რაკინი ეს არ არის მარტო ტელეკომპანია იმედი. ახლა თქვენ ჩვენებლობები ძალიან დიდი რაოდენობით. კომერციული სტრუქტურა, არა მხოლოდ ჩვენებლობები და იმიტომ გეუბნებით, რომ
რამოდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეს სრული ნუსხა. აქ Developer-ული საუბარი არის მთლიანად მისი ბიზნესის ბლოკირებაზე და ბოიკოტირებაზე. რა თქმა უნდა, ტელეკომპანია იმედის ბოიკოტირება და ტელევიზიის ბოიკოტირება არის შეუძლებელი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ მოხდეს მთლიანად მისი ბიზნესის ბოიკოტირება და არა მხოლოდ საქართველოში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მთელ საერთაშორისო კავშირებს, მთელს პოლიტიკურ კავშირებს იმისთვის, რომ დაიწყოს რაკეინის ბიზნესის შესწავლა, იმიტომ რომ მე გარწმუნებთ, რომ ეს რო იყოს ლეგალური რეპუტაციის მქონე კომპანია, არც ერთი სერიოზული რეპუტაციის კომპანია არ დათანხმდებოდა იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აი ამ კერძო საკუთრების რეკეტის რა ინფორმაცია გაქვთ ეს ალბათ უფრო ჰიპოთეტურად უშვებთ რომ ამის მიღმა დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო. რის მიღმა ტელეკომპანია იმედში გატარებული ოპერაციების და იქ მესაკუთრის შეცვლის ოპერაციის უკან რო შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას ეს ჰიპოთეზა არის. ამ კონკრეტული მიზნის უკან რომ გადაფორმდეს ერთი ორი ლულამედო კისერზე ფლობელიდან მეორეზე. საღამოს როცა ეს სპეცოპერაცია გასაგებად მე რასაც გულისხმობ თუმცა დღეს აი დღეს რომ დგას მანუმერებიშვილი თქვა ამ გადაფორმების უკან ამის რამე დამადასტურებელი ფაქტი გააქვთ. დამადასტურებელი ფაქტი არის ის ალბათ მე ვფიქრობ რომ დღეს ამ ხოლო ოჯახის გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას რომ სწორედ მერაბიშვილი და უგულავა ახორციელებდნენ ზეწოლას და მოლაპარაკებებს ბოლო თვეების მანძილზე ოჯახთან რომ მათ უარი ეთქვათ ტელეკომპანია იმედის საკუთრებაზე. ამიტომ ეხლა მე მგონი საქართველოში არავინ არ არის სულელი და გულუბრყვილო და სჯელოდეს რომ ხელისუფლების მიერ სპეცნაზებით მოპოვებული საკუთრება ტელეკომპანია იმედში გამოიტანეს ღია აუქციონზე და ეს შეისყიდა ვინმე შემთხვევითმა კომპანიამ. და პრინციპში ჯერჯერობით სასამართლო პროცესები დასრულებულიც არ არის ამ ზუსტად იმიტომ რომ კომპანიის სასამართლო პროცესები დასრულებული არ არის შეუძლებელი იყო ამ სასამართლო პროცესების დასრულება ჯოზეფ კეის სასარგებლოდ უბრალოდ საქმეში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამისთვის ზუსტად ამიტომაც მოხდა ეს ოპერაცია, სპეცოპერაცია, იმიტომ რომ ეხლა ოჯახი ადვოკატები იძულებული იქნებიან დაიწყონ ახალი სასამართლო პროცესი, რომელიც ისევ გაჭიანურდება, ისევ გრძელვადიან პროცედურებთან იქნება დაკავშირებული და ისევ იქნება მუდმივი გაურკვევება. ხელისუფლება იგებს დროს, ნახოთ რას ფიქრობთ ჩვენი მსმენელი, რომელსაც თქვენთან აქვს შეკითხვა, დიახ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო კახა. დიახ გისმენთ. 9 აპრილს დაგეგმეთ თქვენ აქციები, ხო? დიახ. და 9 აპრილამდე ყიდის ყოველდღიურად ყიდის ეს კაცი ყველაფერს. მაშინ ალბათ აზრი აღარ ექნება, გამოცა როცა საქართველოს აღარ იქნება, დაგვიძახეთ. ამნაირ რაღაცებზე დაგვიძახეთ, სასწრაფოდ მივადგეთ იქ, სადაც საჭიროა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოწოდება იყო. ეს არის ძალიან ეს არ არის ამ კონკრეტული სპეციალის აზრი, მე გუშინ ვიყავი რადიო პალიტრაში ანალოგიურ თემაზე, ბოლო დღეებში სხვადასხვა ტელეარხებზე და რადიოებში ვარ ამ თემასთან დაკავშირებით მიწვეული და ეს არის შეკითხვა, რომელიც ისმება ყველა ეთერში. საზოგადოების პროტესტი არის იმდენად მაღალი, რომ 9 აპრილი, რომელიც თქვენ ახევარიც არ არის დარჩენილი 9 აპრილამდე, მართლაც იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, იგივე აფხაზეთთან დაკავშირებით ბოკერიას მიერ წარმოებული მოლაპარაკებები, იგივე ტელეკომპანია იმედის გაყიდვა, იგივე ძალიან ბევრი სხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, მართლაც შეიძლება დღეს ჩანდეს, რომ 9 აპრილიც კი ძალიან შორია. თუმცა თქვენ მზად ხართ ოპოზიცია იმისთვის, რომ ასე სწრაფად თუნდაც ფორს-მაჟორის სიტუაციაში მოახერხოთ რეალიზება იმ დაკვეთის, რომელიც თქვა აქვს მოსახლეობის რაღაც ნაწილს. ზუსტად იმიტომ არის ნინო აღებული ეს პერიოდი 9 აპრილამდე, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პასუხისგებლობა, რომ როდესაც საუბარი არის მშვიდობიანი პროტესტის გზით ხელისუფლების ხავერდოვან შეცვლაზე, ბუნებრივია ასეთი რამ შეუძლებელია განხორციელდეს ერთ დღეში და ორ დღეში. ამიტომ 9 აპრილი არის ძალიან ხანგრძლივი კონსულტაციების და განსჯის შედეგად შერჩეული თარიღი. ეს არის ის ოპტიმალური ვადა, რომელიც არც ძალიან ადრე არ უნდა იყოს, რომ ვერ მოესწროს ორგანიზება და საზოგადოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და არ არის ეს არც ძალიან გვიან. ბუნებრივია ჩვენ მიგვაჩნია და ამაში არის ჩვენი განსხვავებული ხედვა სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისაგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს შემოდგომაზე ან სულაც 2013 წელს. კონსულტაციები ვისთან გაქვთ? რომ ბძანებთ რომ აი კონსულტაციები ამ თემაზე თემაზე სპექტატორ შეიძლება უშვებთ თქვენ იმას, რომ ხელისუფლებას ესაუბროთ 9 აპრილამდე და რა შემთხვევაში შეიძლება თქვენ წახვიდეთ დათმობას? ხელისუფლებას რაზე უნდა ვესაუბროთ? მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე თუ მოისურვებენ საუბარს ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით წინააღმდეგი, თუმცა ყველა ხედავით რომ ეს ახლა რეალობის სფეროს არ განეკუთვნება, რომ ისინი მოლაპარაკებების გზით ამას გააკეთებენ. ამიტომ საუბარი არის რა თქმა უნდა კონსულტაციებზე ოპოზიციურ პარტიებთან და ჩვენ მიგვაჩნია რომ 9 აპრილს ყველა ოპოზიციური ძალა მიუხედავად ახლა სხვა საკითხების და ასთა სხვადასხვაობისა ან არასხვადასხვაობისა უნდა ვიყოთ ერთად, იმიტომ რომ ძალა ერთობაში ეს ძალიან ბანალური, მაგრამ სრულიად აშკარა ჭეშმარიტება არის, რომ მხოლოდ ოპოზიციის და საზოგადოების სრული ერთიანობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი გზით გავდეხოთ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგობა. თუმცა ალიანს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, გამოცხადდა საკმაოდ სოლიდური პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, რომელშიც თქვენ ჯერჯერობით არ ხართ,
სავარაუდოდ შეიძლება არ ოდესმე ჯერჯერობით იყოს. და მე მინდა ხა ამ მუდმივი ინსინუაციები, რომელიც ზოგი ხელოვნურად და ზოგი შემთხვევით ავრცელებს, გამორიცხული არის ჩვენ ამასთან დაკავშირებით. რატომ ვადნუკა ხა? იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია იყო, კონსერვატიული პარტიის ოპოზიცია იყო თავიდანვე ოპოზიციის ერთიანობა და ოპოზიციური ერთობა. კონსერვატიული პარტია არის ხალხის პარტიასთან ის პოლიტიკური ძალა, ორადორი პარტია, რომელიც დარჩა გართმევულ ოპოზიციაში და არ დაუეტოვებია გართმეული ოპოზიცია არასოდეს, მათ შორის იმ დროს, როდესაც გართმეული ოპოზიცია აღარ იყო ისეთი პოპულარული, როგორც თუნდაც შარშან ზამთარში. მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ოპოზიციური ერთობა, ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ხომ არ მოდიხარ წინააღმდეგობაში საკუთარ არა, თამბძანებს რომ ერთობა არის აუცილებელი, თამბძანებს რომ არ მიხვალთ ახლოს ალიანსთან. წინააღმდეგობაში ჩვენი პოზიცია არ არის, რომ ერთ პარტიასთან და ორ პარტიასთან ჩვენ უნდა შექმნათ დახურული ალიანსი და სხვებს უნდა ჩაუკეთოთ გარე. ჩვენი პოზიცია იყო და ალიანსისთვის ეს ცნობილია და დღესაც ძალაში რჩება ეს წინადადება, რომ ყველა ის ძირითადი პოლიტიკური ძალა, რომელიც 7 ნოემბერს ვიდექით ერთად, რომლებიც 5 იანვარს და 21 მაისს ვიდექით ერთად, ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ დღეს ხა გადავხდეთ უკვე ალასანიას ნავში და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ 7 ნოემბერს და ჩვენთან ერთად ურტყავდნენ დუბინგებს, მივატოვოთ და დავყოთ. ვიზია კონკრეტულად საუბარი. ყველა დანარჩენზე. ჩვენი პოზიცია იყო. ყველა დანარჩენი ეს იყო ირაკლი ოქროაშვილის პარტია. ეკაბესელიაც, კობა დავითაშვილიც, სალომე ზურაბიშვილიც, პოლიტიკური ბლოკი თავისუფლებაც, ეროვნული ფორუმიც, ყველა ის პოლიტიკური ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ აქედან რომ თქვენ გქონდეთ შემოთავაზება ალასანიასგან კონკრეტულად კონსერვატორებს ლევან გაჩეჩილაძეს და ნაწილს არ ჰქონდათ. ნინო მე არ მინდა ვისაუბრო, ეს არ არის კორექტული ჩვენ შორის გამართულ კონსულტაციებში. ეს აინტერესებს საზოგადოებას ვადნოგახარ გაწმონდებს, მაგრამ ესეც არის კორექტულობის და ეთიკის წესი, რომ იმაზე რაზეც საუბრობდით მე და ირაკლი ალასანია დახურულ გარს მიღმა, იმიტომ საუბრობდით, რომ არ იქნება კორექტული ჩემს მიერ. სანამ ის არ მოისურვებს ამაზე საუბარი მიკროფონთან. თუმცა თქვენ შეგიძლიათ საბოლოოდ თქვათ, რომ ეს ერთობა თქვენს გაერთიანებულ ოპოზიციასა და ალიანსს შორის არ შედგება. ნინო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და დამასრულებელი მინდა წინადადებით. ეს არის პოზიცია, რომელიც მე მინდა ჩვენი პოზიცია იწოდეს საზოგადოებამ და არა ჩვენსა და ირაკლი ალასანიას შორის გამართული კონსულტაციების დეტალები. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში არსებული ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალის გაერთიანებას პარიტეტის საფუძველზე. ყველასი არ არის სწორი კარის ჩაკეტვა და ოპოზიციის დაყოფა პროამერიკულად და ეროვნულად, ელიტარულად და არაელიტარულად. ეს არ არის სუსტად და ძლიერად და შეიძლება პარიტეტი იყოს თქვათ 10 კაციან პარტიასა და 200 კაციან პარტიას შორის თქვენ ამ შემთხვევაში რა მოსაზრება გაქვთ? იცით ისე ვამბობ, პირობითად ვამბობ. თემის გაგრძელება ეხა, იმიტომ რომ შემდგომ გექნებათ კონტრარგუმენტი, ეს არის ჩემი პარტიის წინააღმდეგ არგუმენტი. თქვენ გაერთიანებაში არის სხვადასხვა ზომის და ფორმის პარტიები. ვისაც შეიძლება უწოდებდნენ 10 კაციანებს, მათ ეკნებათ ესეთი ზაბაზღო იარლიყები, რომ ვიღაცა არის 2%-იანი და 3%-იანი პარტია. ძალიან კონკრეტულ უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით. კი ბატონო, თქვენ რესპუბლიკელებზე ბრძანებთ ამ შემთხვევაში. არ დავყოფდი, მანამდე ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი არის პარტიებს 2%-იანებად, 3%-იანებად ძლიერება და სუსტად. მაგრამ თქვენ დაყოფილები ხართ, ფაქტია ბატონო, გახართ, თქვენ კი არ ყოფთ, მაგრამ ფაქტი, იმიტომ რომ 9 აპრილამდე თქვენ ამბობთ, რომ არ შევერთდებით არასდროს ალიანსთან. შევერთდებით ორ კონკრეტულ პარტიასთან. ჩვენ შეთავაზება არის ყველა პარტიის მიმართ ძალში. ეს არ არის მხოლოდ კონსერვატიული პარტიის შეთავაზება. ეს არის ჩემი აზრით საზოგადოების დაკვეთა, რომ მანამდე ვიდრე არის მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ არ აგვაქვს უფლება დავყოთ ეხლა ცალ-ცალკე ვაკეთოთ ალიანსები რაღაცა იდეოლოგიური ნიშნებით მემარცხენე, მემარჯვენე, პროამერიკული, პრორუსული, ეროვნული და ასე შემდეგ. მოიცა ასე დავსვათ კითხვა. დღეს არის დრო ერთი წინადადებით დავსვათ შეიძლება შემდეგი შეკითხვა. კი ბატონო, მე მგონია რომ დაასრულეთ. პასუხი არა. ჩვენი წინადადება არის ის, რომ დღეს მანამდე ვიდრე საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი, მთელი ოპოზიცია უნდა იყოს პარიტეტულ პრინციპებზე გაერთიანებული ერთად სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს უნდა არჩევნებში გავიდნენ ახლები და რესპუბლიკელები ერთად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვინმე ამას უგზავნოს. არჩევნებში, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივი არის მონაწილეობა პლატფორმების მიხედვით ცალ-ცალკე. მაგრამ დღეს ჩვენ ხო არჩევნებისთვის არ ვერთიანდებით. დღეს ხო ჩვენ არჩევნები არ აგვაქვს. დღეს ხო ჩვენ არჩევნებზე არ საუბრობთ. დღეს საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას ყავს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ავტორიტარული რეჟიმი და საუბარი არის როგორ ვაიძულოთ მშვიდობიანი გზით, რომ ეს რეჟიმი გადადგეს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პარტიას რამდენი პროცენტი აქვს რეიტინგი. თუმცა მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ რა გზით აპირებს ამ ერთნაირ მისნავდების, მოსმოთ მოусმინოთ მაყურებელს რა შეკითხვა აქვს. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. ბატონ კახა, მე არ დამალავ თქვენს მიმართ დიდ სიმპათიებს შულა. ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ხარ და მომავალი წინ გაქვს. ერთი შეკითხვა ასეთი. ამ წინათ ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას გამყრიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ალასანი. ხალხში ხმების დაძიძა თვითონაც არ ვარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ალბათ გამყრიძე ჩაიგებარებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარისას
უსუფაშვილი. შეკითხვა ჩემი ორი ნაწილისგან შედგება. ალასანია, რომელსაც მუშაობის 15 წელი გააჩნია, მეტი არა აქვს. აყვა თუ არა პრეზიდენტობის სავარძლის ცდუნებას ერთ-ერთი და მეორე შეკითხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ სამმა დაჯგუფებამ შეიტანეს თუ არა ბზარი, ისედაც გაბზარულ ოპოზიციაში. მადლობას გიხდით წინას. მადლობთ ჩვენ პრინციპში ცოტა დრო დაგვრჩა ფინალისკენ წავიდეთ თან ბატონო კი ბატონო, მაგრამ მე აუცილებლად უნდა უპასუხო თავში საუბრობდი შენ გამოწყვეტინე და მე მინდა ის აზრი დავასრულე ხა ამ შეკითხვასთან არის კავშირში. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ მე უღრმეს პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას, ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ჩვენ გქონდა ურთიერთობა, როდესაც ის იყო კონფლიქტებზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს მთავრობაში და ჩვენ ვიყავით, მე ვიყავი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე და ჩვენ მოვიწვიეთ და იმ დროიდან ჩვენ გქონდა ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა. მე უდიდეს პატივს ვცემ დათო გამყრელიძეს, რომელსაც მე ვიცნევ რომ არის ჩემი უფროსი მეგობარი და ძალიან ბევრი რამე მისგან მაქვს ნასწავლი. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ დისკუსიის და ოპონენტების დათო უსუფაშვილს პერსონალურად ყოველას ვერ ჩამოვიდა. სამი ლიდერი ჩამოითვალა აქ და ამიტომ მათი გამოტოვება შეიძლება ახალი ეჭვის საფუძველი გახდეს. ხას გავუსვამ მაშინ ხარ ვარ გააჩინოთ თქვენ ეს ინტრიგა. დათო უსუფაშვილს ყველაზე დიდი ხანია ალბათ მე ვიცნობ და მეგობრობ ყველაზე დიდი ხანია მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი ანალოგიურ სიტყვიან თქვენზე მაგრამ ფაქტია რომ ცალცალკე ხართ. ფაქტია რომ ჩვენ ცალცალკე ვართ, ფაქტია რომ დღეს ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მე ამას რატომ ამბობ? თავის დროზე 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს დაღუპა ეროვნული მოძრაობის ორ თუ რამდენიმე სხვადასხვა ფრთას შორის ოპონირების ისეთმა რეჟიმმა, როდესაც ეს გადაიზარდა ერთმანეთის წინააღმდეგ ჯერ რაღაცა ჯაშუშომანიაში და შემდგომ იარაღით ბრძოლაში. მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას გუნდს აქვს განსხვავებული ხედვა და 9 აპრილის ორგანიზატორ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მათ შორის კონსერვატიულ პარტიას აქვს განსხვავებული ხედვა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთ რეჟიმშიც არ იმართოს ეს ოპონირება, რომ ჩვენი ძველი შეცდომები არ გავიმეოროთ და არასდროს ეს ოპონირება და დისკუსია არ უნდა გასცდეს იმ ზღვარს, რა ზღვარიც არის დაწესებული ცივილიზებულ ქვეყნებში. თქვენ ლიდერი ვინ იქნება ბატონო კახა? ვინ აყვება ცდუნებას საპრეზიდენტო კანდიდატობის? ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის პრინციპული შეცდომა, კონცეპტუალური შეცდომა, როდესაც დღეს იწყება საარჩევნო კამპანია. მე მიმაჩნია რომ სრულიად არასწორად ოპოზიციური პარტიების რაღაცმა ნაწილმა ჩათვალა რომ სააკაშვილი არის უკვე წასული და ეხლა უნდა დავიწყოთ ჩვენ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრების და რა ვიცი კიდე სადამდე არის. პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში ყველა დღე საარჩევნო კამპანიაა ეს გამიგე ოპოზიციისგან. საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში და მე გარწმუნებ დინო. და საქართველოს საზოგადოება მინდა ამაზე იფიქროს. თუ დღეს პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატების პრომოუშენს, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატების კამპანიას და დაიწყება ამ ოპოზიციური კანდიდატების კონკურენცია, მიხეილ სააკაშვილი დარჩება პრეზიდენციაში 2013 წლამდე. თქვენ რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს თქვენ გაერთიანებული ოპოზიცია? ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უკვე გამოაცხადეს, რომ 9 აპრილს დაიწყება საპროტესტო აქციები, მაგრამ ეს საპროტესტო აქციები იქნება გაცილებით წარმატებული და გაცილებით მეტი აქციები, გარანტიები იქნება ამ აქციების წარმატებისა, თუ ჩვენ შევძლებთ მოვძებნოთ ერთად დადგომის გზები. არავინ არ არის წინააღმდეგი არც ერთი კონკრეტული კანდიდატის, მე იმაჩნია რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა ხალხმა, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ალასანიას პრეზიდენტობაზე უფრო მნიშვნელოვანი, ბურჯანაძის პრეზიდენტობაზე უფრო მნიშვნელოვანი, სოზარ სუბარის, ლევან კაჩიჩილაძის პრეზიდენტობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში ჩვენ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის გადაყენება მშვიდობიანი გზით და თავისუფალი არჩევნების დანიშვნა. ახალი ინტრიგა იყო ბატონო კახა, მე დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ სოზარ სუბარი მოვისმინე. ხარ არის ეს დიდი საიდუმლო ყველა ობიექტურ კვლევებში, სადაც მე მინახია, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობის რეიტინგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შემდეგ. ის არის სახალხო დამცველი, საერთოდ არ არის პოლიტიკოსი უბრალოდ. ის მიდის პოლიტიკაში და დღემდე არის კითხვისები ალასანიასთან თქვენთან. როცა შესაძლო კანდიდატებზე საუბრობთ, თუ მე პირადად ვინმე შემეკითხება ჩემი სიმპათიების საით იქნება, ალბათ საუბრობთ თუ კი ის ამას გადაწყვეტს იქნება მისკენ. მაგრამ მე მიმაჩნია ეს იქნება პრინციპული შეცდომა და ჩვენ შეიძლება ამით საქართველოს ისტორიაში შევიტანოთ ტრაგიკული კორექტივები, თუ დღეს ჩვენ დავიწყებთ საპრეზიდენტო კანდიდატების პრომოუშენს და დაგვაუწყდება რომ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ყავს ავტორიტარული, გაყალბების გზით არჩეული, ძალადობით მოსული, მაგრამ მაინც ადამიანი, რომელიც თავისთავად პრეზიდენტს უწოდებს. დიდი მადლობა. ერთი წამი, ბოლო წინადადებას ვიწყდი, ნინო, თუ ჩვენ გვინდა რომ არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც 80-იანი წლების ბოლოს დაუშვა რაღაც გარკვეულმა ნაწილმა ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენ უნდა დავყოთ ჩვენი ბრძოლა ორ ნაწილად. მიხეილ სააკაშვილის ამ ძალადობის და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი, 9 აპრილს ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და 9 აპრილის შემდგომ არავინ არ უშლის
არც ერთ პოლიტიკურ ძალას, უნდა პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს, უნდა პრემიერის გამოიზომოს და უნდა რა ვიცი რა. სასურველია რომ პირველ რიგში ალბათ არ გაიმეოროს ოპოზიციამ 2008 წლის შეცდომები, გასული წლის შეცდომები, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დაშვებული შეცდომები, ამაზე ძალიან ბევრი საუბარია, როგორც ამბობენ და თქვენც ამას ბრძანებთ საზოგადოების დაკვეთად სწორედ ეს არის ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის ჩვენი გამოთქვით პასუხის დროს არ ვიტოვებთ, მაგრამ მე არ ვაპროტესტებ. კახა შარტავა იქნება ეროვნული ფორუმის ლიდერი ჩვენი შემდეგი სტუმარი დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება ეროვნული ფორუმის ლიდერ კახა შარტავასთან ერთად. მოგესალმებით ბატონო კახა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ბოლო კვირის განმავლობაში დასახელდა ორი თარიღი. 5 მარტი და 9 აპრილი. ერთი თარიღის ულტიმატუმის ავტორია ალიანსი, ახლად შექმნილი ალიანსი, მეორესი გაერთიანებული ოპოზიცია. ეროვნული ფორუმი ჯერჯერობით დუმს არ ცხადდება იმ გეგმების შესახებ, ზუსტად რომელ მხარეს გადაიხრება ის. თუ შეიძლება გითხრათ აი ამ სხვადასხვა გზებს შორის, რომელიც ერთი საერთო მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ოპოზიციურმა სპექტრმა დაისახა, ეროვნული ფორუმი რომელ ნაწილს ეკუთვნის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეროვნულმა ფორუმმა თავის სამოქმედო გეგმა ამ რამოდენიმე ხნის წინ წარუდგინა საზოგადოებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაიმე თარიღამდე მისვლას ჯერ ჭირდება მომზადება და ამ მზადების პროცესმა უნდა დასვას თავისთავად თარიღის აუცილებლობა და არა პირიქით. ახლა ასე მარჩიელობა იმის არ იყოს ბავშვობაში რომ თამაშობდით 2 რათა 2 მაშრამდენი თარიღების ფრიალი თავისთავად საქმეს არ შველის. ეს პროცესი ჩვენ გავიარეთ შარშან, იყო 2 ნოემბრის პრეცედენტი, თუმცა თარიღამდე მისვლას წინ უწოდა მაპროვოცირებელი სახალხო სტიქიის მაპროვოცირებელი რამოდენიმე ფაქტი, რომელმაც დაძრა ტალღა და ამ დაძრული ტალღის რაღაც შედეგამდე ლოგიკურ შედეგამდე მიყვანას ჭირდებოდა თარიღი. ახლა ვფიქრობთ, რომ პირიქით ჯერ პროცესი უნდა დაიწყოს და ამ მზადების მსვლელობისას უნდა გამოირკვეს რა თარიღისთვის და როდის ვიქნებით მზად, როცა ვთქვათ ჩვენი თავისადმი დასმული ულტიმატუმი ამოიწურება, ანუ ვინა ვართ, რა შეგვიძლია, რა გვსურს, რა უნდა გავაკეთოთ, ამის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ხელისუფლებას შეიძლება დაუსვა ულტიმატუმით, ან ეს არ უნდა იყოს ჩემი აზრით გრძელვადიანი, ერთთვიანი და ორთვიანი, 24 საათიანი მაქსიმუმ, ასეთი უნდა იყოს ულტიმატუმი, რომელსაც ექნება კონკრეტული პირობა და ამ კონკრეტული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გეცოდინება რასაკეთებ. ბატონო კახა, პროცესი დაწყებულია მეტნაკლებად. ერთი მხარე ითხოვს სასწრაფოდ გადადგომას პრეზიდენტის და რიგ გარეშე საპრეზიდენტო და პირველ რიგში საპრეზიდენტო და მასთან ერთად საპარლამენტო არჩევნების დანიშნვასაც, მეორე მხარე ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას. ამ პროცესში უფრო მისაღები, ამ ორ პროცესს შორის თქვენთვის უფრო მისაღები რომელია? არც ერთი. ითხოვენ ერთია, ვისგან ითხოვენ და რას ითხოვენ. ახლა რეფერენდუმს რაც შეეხება, ერთი თანმიმდევრული უნდა ვიყოთ, რასაც ვერ ვახერხებდით ხშირად და ამან გამოიწვია იმედგაცრუება და დაბნეულობა ადამიანებისა. თქვით ერთხელ, რომ პრეზიდენტი არ არის ლეგიტიმური, დე-ფაქტოდ არჩეულია, დე-ფაქტო პრეზიდენტია, ასე ვთქვათ, შემდეგ ჩავყევით საპარლამენტო არჩევნებში, მივიღეთ პარლამენტი, რომელიც დე-ფაქტოც ვერ იქნება თავის ბუნებიდან გამომდინარე, პარლამენტი დე-იურე შეიძლება იყოს მხოლოდ იმიტომ, რასაც ეხება ყველაფერი დე-იურეა პარლამენტთან დაკავშირებული საკითხი. ახლა მათვე ვთხოვთ, ჩაგვიტარეთ რეფერენდუმი, ისეთი როგორიც იყო არჩევნები, თან ამ რეფერენდუმის ჩატარების პროცედურას იმდენი სირთულე ახლავს. ერთია რომ გაგიწელავენ, მეორეა რომ დაგინიშნავენ და მოგიგებენ ისეთივე მეთოდებით, როგორითაც მოიგეს თავის დროზე არჩევნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რეფერენდუმთან ახლა ადამიანებს რამდენად აინტერესებთ ეს პასიური რეფერენდუმი, ხელმოწერების შეგროვება და არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ოპოზიციის წუწუნი და ჩივილი, არ დაგვიკმაყოფილეს და გვიშველეთ ხალხო, ესეც ცალკე გასარკვევი საკითხია. თუ გქონდათ კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი ალიანსის ლიდერთან, ირაკლი ალოსანიასთან. მან არ გაიზიარა თქვენი მოსაზრება? ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ჩვენი ხედვა აქტიურად ეროვნული ფორუმის წარმოდგენა შექმნილ ვითარებაზე და გამოსავლების გზების ძიების ვარიანტებზე შევთავაზეთ. მათ თავისი პოზიცია აქვთ და კვლავ აგრძელებენ ამ რეფერენდუმის მოთხოვნას. ანუ თქვენ უახლოეს ხანებში ალიანსში ვერ გიხილავთ თქვენი მომავალი ამორჩეველი? არა, ერთ ალიანსში ჩვენ ვერ გვიხილავთ. გაერთიანებას თუ საერთო მოქმედების ვარიანტებს განსაზღვრავს მხოლოდ კონკრეტული საქმე, ვინ რა გზით მიდის, რა ამოცანები აქვს დასახული და რამდენად თანმიმდევრული და პრინციპულია მათ რეალიზებაში და მათ გადაჭრაში და გზაში თუ მოხდა ასეთი გადაკვეთა, რაიმე ძალებს შორის და საქმემ გვაიძულა ერთობლივი კოორდინირების რეჟიმში შევიდეთ, ეს იქნება უკვე სერიოზული ლაპარაკი და წინასწარ შეთანხმებების, სიტყვების
დეკლარაციების სრულების გარშემო გაერთიანებას ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ. გზას ახსენებთ ძალიან ხშირად თქვენ სხვადასხვა გზას. თქვენ რომელ გზას გახართ ძალიან მოკლედ რომ უთხრათ ჩვენს მსმენ პროცესს ახსენებთ. აი პროცესის დაძვრა ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვიგია ეროვნული ფორუმის მხრიდან. წერია ერთია ვთქვათ დაგროვილი საპროტესტო მუხტის რომელიც გასაზომია თან იმის ექსპლუატირება და მუხტის გამო ადამიანების უბრალოდ წვალება ქუჩაში გამოსვლისთვის და შემდეგ დაუმთავრებლად ამ პროცესის დატოვება ან გაურკვეველი მომავლის შეთავაზება და მეორე მზადება რაც გულისხმობს მოქალაქეთა პოლიტიკურ გააქტიურებას და სახელმწიფო მართვის პროცესებში მართვაში დღეიდანვე ხვალიდანვე მათ აქტიურ ჩაბმას. ამისთვის პირველ რიგში მედია ჭირდება ოპოზიციას. თქვენ რას ფიქრობთ? დღეს ტელეიმედი კიდევ ახალ მფლობელზე გაიყიდა. ჭირდება ალბათ ამ ეტაპზე ერთმანეთის მოძიება, იმ ადამიანების მოძიება, ვისთანაც ერთად უნდა აკეთო ეს საქმე, უშუალო შეხვედრები და სოლიდარობის რაღაც მუხტის გაჩენა. რომ გათითოკაცებული და დაშინებული არ იყოს საზოგადოება, ერთმანეთის მხარი ვიგრძნოთ, ერთმანეთის მხარდაჭერა ჩავხედოთ ერთმანეთის თვალებში და თუ აღმოვაჩინეთ ერთი მეორე, ვინა ვართ და რა შეგვიძლია ვიმეორებთ, რომ მოვხედავთ ხელისუფლებას აქეთ და გვხვდება ბუტაფორია, რომის ჩამოშლა არ ექნება ისეთი ძნელი. და შეეხება მედიას და იმედს, კი ბატონო, ძალიან სამწუხაროა, რომ იმედის მსგავსი ტელევიზია თუ სხვა მედია საშუალება იქნება, ასეთი საბურთავებელია ქვეყანაში, მაგრამ საბურთავებელი გახდა მოქალაქე, საბურთავებელი გახდა სამართალი, საბურთავებელი გახდა თვითმმართველობა, საბურთავებელი გახდა ქვეყნის უსაფრთხოება და ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა მსგავსი ბედი მოელისა ხა ტელეკომპანია იქნება თუ სხვა ნებისმიერი სტრუქტურა ამ მოსამართლობის ალაგმისთვის თუ რაღაცა არ გავაკეთეთ და არ ვიბრძოლეთ, არ დავირაზმეთ, არ მოვიფიქრეთ, არ გავაკეთეთ, მაშინ ასე ცალკეულ თემებს ჩვენ ვერ ვდებთ და ვერც გადავჭრით. ანუ გახა ნაციონალური მაუწყებლები კონტროლის ქვეშ არის. მეთანხმებით ალბათ. ის მაუწყებლები, რომლებიც ნაციონალურმა მაუწყებლებმა უნდა გამოაცხადონ და განაცხადონ. თქვენ ვერ ამჩნევთ ამას. ტენდენციას რა თქმა უნდა ვამჩნევ, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც მოქალაქეებს უწევთ, საზოგადოებას უწევს ამაზე ლაპარაკი და თავად ეს სტრუქტურები, რომლებიც როგორც ჩვენ ვამბობთ, იმყოფებიან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, რადგანაც ამისთვის ამას არ აცხადებენ და არ გვაძლევენ საშუალებას. ძალიან სამწუხაროა. ღიად ვიბრძოლოთ მათი უფლებებისათვის. ამასთან ერთად მე ძალიან ხშირად მომიხდა ამ ბოლო ხანებში ამ ახლად დასახლებულთა ახლ დასახლებებში სტუმრობა და სულ ვეკითხები ვინ ჩამოდის თქვენთან. მათ არ დაუსახელებთ ყოველ შემთხვევაში ხურვალეთის დასახლებაში წეროვანი გორთან ახლოს არის კიდევ კარალეთისკენ მიმავალ გზაზე დასახლება. მათ არ დაუსახელებთ არც ერთი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი, რომელიც მათთან ჩასულა და თუნდაც მორალური მხარდაჭერა აღუქვამს. თუ არ იქნება მედია, თუ არ იქნება ხალხთან უშუალო შეხება, ზარმაცობას ხშირად უჩივის საზოგადოება ოპოზიციის რეგიონებში განსაკუთრებით, რომ არ ხდება უშუალოდ მიტანა ადამიანებამდე რა გვსურს ჩვენ. აბა როგორ აპირებს თუნდაც ეროვნული ფორუმი იმ დონეზე მიყვანას აი ამ პროტესტის ფორმის, რომ 24 საათიანი ულტიმატუმის დრო დადგეს. აი ამ წერტილამდე როგორ ფიქრობთ მიყვანას? სიარულით. თუ ვერ მიდიხარ მედიას საშუალებით და მთელი საქართველოს ვერ მოვა შენთან, უნდა გახვიდე კაბინეტიდან და იარო. ძალიან ბევრი ცნობადი სახეა ოპოზიციაში, ლიდერია და მათ შეუძლიათ, რომ თუნდაც რეგიონები გადაინაწილონ და ის სამუშაო, რაც ჭირდება ქვეყანაში, ქვეყნის ფეხზე დაყენებას, ადამიანების მობილიზებას, მათთვის ახსნა განმარტებას, რა ხდება დღეს, რატო ვართ ამ მდგომარეობაში, როგორ შეიძლება აქედან გამოვიდეთ, რანაირი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა. აი ამ სამუშაოს საკუთარ თავზე აღება და თუ ეს სამუშაო გახდა საინტერესო და მოქალაქეების ჩართვა ამაში მოახერხე, მედია საშუალებების ნაწილი მაინც ყოველ შემთხვევაში იძულებული გახდება გააშუქოს ეს ყველაფერი. თუ არ გააშუქებს, საკუთარ თავს ავნებს, ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააყენო, იძულებული გახდეს ბუნებრივად პროცესის გამო. მედია საშუალება ვინაიდან ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, ასეთი პროცესი უნდა დაიწყო და დაწყება უკვე კარნახობს, სანამდე შეიძლება ეს მივიდეს და რა ვადებში. აი მაშინ ვილაპარაკებთ თარიღებზე. მადლობთ, ნახოთ რას ფიქრობს თქვენი მოსაზრებების თაობაზე, რა შეკითხვა აქვს ჩემს მსმენელს, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. Hello. დიახ. ბოდიშუხით, ბატონო კახა. ესეთ შეკითხვით მინდა მოგმართო თქვენ. თავის დროზე რესპუბლიკელები გავიდნენ მარტო. როდესაც არჩევნები იყო წინა საპარლამენტო არჩევნები ხდებოდაში. თქვენ დაინახეთ რაში ზეგიდათ, ხო? ჩვენ მოსახლეობა ვითხოვთ ცვლილებებს, ჩვენ მოსახლეობა ვითხოვთ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება დაეხმოს ეს ქვეყანა. მოდი ეს ქვეყანა მივიყვანოთ ჩვენ არჩევნებამდე. და ნებაიბოდეთ ამ ოპოზიციონერმა პარტიებმა და მე ჩამოყალიბეთ თქვენი საარჩევნო. დიდი მადლობა ბატონო კახა, თქვენ ამ შეკითხვას პასუხის გაცემის საშუალება გექნებათ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია.
უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება ბატონ კახა შარტავასთან ერთად. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ რეკლამამდე იყო ასეთი შეკითხვა, უბრალოდ სურვილი ჩვენი მაყურებლის, რომ ჯერ გაერთიანდით მიდით არჩევნებამდე და მე რაც გინდათ ის კეინთო დაახლოებით ასე გითხრათ მაყურებელმა. თქვენ რა მოსაზრების ხართ ამასთან დაკავშირებით? უკვე ვქენით და რაც გამოვიდა ვნახეთ. ჩვენ არანაირი ერთობიდან ჯერ არ გამოსულართ, ერთობაში არ შევსულართ, ეს ერთობა არ შემდგარა და შედგება მიკროფონი ცოტა ახლოს ბატონო. შედგება მხოლოდ კონკრეტული საქმისა და კონკრეტული ამოცანების ირგვლივ. ასე უბრალოდ გაერთიანება და ერთობა ბრმა და სპონტანური თვითმიზანი ვერ იქნება. იმიტომ რომ გაერთიანებებს და ერთად ყოფნას, როდესაც არსებობს შეხედულებათა განსხვავება, მართვის პრობლემა, ოპტიმალური გადაწყვეტილებების და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, ხშირად მოაქვს სერიოზულ პრობლემების წინაშე გაყენებს, როდესაც ფუნქციების განაწილება და საორგანიზაციო საქმიანობა იწყება. ამიტომ რაღაცა კონკრეტულად საინტერესოს ბატონო კახა. არ აინტერესებს, მაგრამ მე ხომ ის აინტერესებს, როდესაც ამ ერთობიდან რაღაცები გადის, რაღაც სუბიექტები გამოდის და აღმოაჩენს, რომ თლად ერთად არ უნდა მდგარიყვნენ და გისვამ შეკითხვას. ამასთან ერთად რატო იყავი ის, რატო იყო შენთან ერთად, რატო ვერ გააკეთეთ ეს, რატო არ გააკეთეთ ეს. ამიტომ გაკეთების ფორმულა უნდა შედგეს ჯერ კონკრეტული საქმიანობით და ვინც ამის თანამონაწილეა, ბუნებრივად გამოჩნდება მათი ერთობის ხარისხის და მათი კოორდინირების აუცილებლობად. წინასწარ იმის გამო, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რომ მოქალაქე გეუბნება თუ ერთად დადგებით, თუ ფული გექნებათ, თუ ყველაფერი გექნებათ, მაშინ მოვალ შენთან და თუ არა და ისევ ამ ხელისუფლებასთან მივალ იქნებ დღეს მაინც რამე გამორჩეთო. ასეთი დაკვეთა და პოლიტიკური კონიუნქტურა ყოველთვის არ შეიძლება იყოს გაზიარებული, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცა უნდა დაიწყოს სწორად. ის თქვენი ინტერპრეტაცია მხოლოდ ასეთი დაკვეთა, მე მგონი არ უთქვავს ჩვენს მსმენელს. არ უთქვავს, მაგრამ იგულისხმება ხშირად. იმ ერთობას იმიტომ ითხოვენ ხანდახან, რომ ამბობენ, რომ აი ცალ-ცალკე რა გამოგივათ, ერთადაც არ გამოგვივიდა, მაინც ერთად დადექით იქნებ, თუ ერთად დადგებით, თუ ძალას დავინახავ, თუ საშუალებები გექნებათ, მე შეიძლება თქვენსკენ გამოვიხედოთ. ერთად დადგომა იქნება იმ შემთხვევაში და საშუალებებიც გამოჩნდება და ძალადაც ვიქცევით. თუ ის ადამიანები ჩორიდან გისვამენ ამ შეკითხვას, მოვლენ და ჩაერთვებიან ამ სამუშაოში, სამოქალაქო კომიტეტებში, სხვადასხვა ტიპის ფორუმებში, ვისაც რაღაც იდეა აქვს, ეკონომიკურ ფორუმში, სამეცნიერო ფორუმში, ახალგაზრდულ ფორუმში და ამისთვის მათ უნდა დაინახონ სერიოზული პერსპექტივა თქვენში ბატონო შეთავაზება. ამას მუშაობა ჭირდება, ეს არის პროცესი და რახან ეს პროცესი ჯერ არ დავანახე და ვერ დავანახეთ მოქალაქეს. ამიტომ არც ქუჩაში არ ვეძახი და თარიღებსაც ვერ დავუნიშნე. მოდი კიდევ ერთ მოქალაქეს მოусმინოთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. ისევა მინდა დაგიდასტუროს ქალბატონო ნინო მადლობთ. და თქვენ სტუმარს. ბატონო კახა, თქვენთან მაგ შემდეგი სახის შეკითხვა. დღეს ჯოზეფ კეინ გააკეთა განცხადება, რომ კომპანია იმედი არის დეფიციტური ტელევიზია. და გლობალური გაჭირვების გამო მან გაყიდა, იმიტომ რომ ეს არის დეფიციტური. კი, მაგრამ იმ რაკინმა რატომ შეიძინა ეს დეფიციტური ტელევიზია? მისთვის არ არის გლობალური კრიზისი, ეს ერთი და მეორე. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს გაყიდვა არის რაღაც ფორმალური, ის ფირმაც, რომელმაც ეს შეიძინა, არის ფორმალური და ეს გაყიდვა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ და თქვენს მეგობარ ოპოზიციურ პარტიებს არ გქონდეთ თავისუფალი სიტყვის გავრცელების საშუალება სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. მადლობთ, ჩვენ პრინციპში იმედის თემაზე ერთხელ ერთ პატარა მონაკვეთი უკვე დავუთმეთ. თუ გაქვთ რაიმე დამატებით, თუ იცით რაიმე ამ კომპანიის შესახებ და რატომ იყიდა, მან რატომ შეიძლებოდა იყიდა რა ინტერესით, თუ შეიძლება უთხრათ ჩვენს მსმენელს. ამის გარკვევა რა თქმა უნდა შესაძლებელია და ჩვენ ვეცდებით, თუმცა ამ ინსინუაციებს დავყვებით და დავიღლით თავს. სქემა ძირითადად ნათელია ქვეყანაში როგორ და რა ხდება და ვინ ახორციელებს, ამიტომ ერთბაშად და მთლიანობაში აი მთელი ამ სისტემის და დამოკიდებულების შეცვლაზეა ლაპარაკი და მაშინ გავარკვევთ, სად რანაირად როგორ მოხდა არაკეთილსინდისიერი მყიდველი, საიდან გამოჩნდა, რისი უფლება აქვს, რისი არ აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ძირითად პრობლემას რაც ქვეყანაში დგას, დამოკიდებულება უკუღმართი დამოკიდებულება ადამიანისადმი, საქმისადმი, ქვეყნისადმი, შემდეგ მედიისადმი, სამართლისადმი და ასე შემდეგ. ამის წინააღმდეგ არის გალაშქრება საჭირო, მაგრამ სანამ ამას შევცვლით და ხელისუფლებას შევცვლით, ჯერ უნდა შევიცვალოთ ჩვენ თვითონ უნდა ვისწავლოთ სხვანაირი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი და საქმისადმი. გააქტიურებასაც ნიშნავს, გააზრებასაც ნიშნავს, ემოციიდან შეგნებამდე პრობლემათა გააზრების აყვანას ნიშნავს და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი, სანამ ასეთი პრობლემების აღმოფხვრამდე და მათ პრევენციამდე მივალ. ბატონო კახა, მინდა კითხოთ, ისევ დაუბრუნდეს პოლიტიკურ თემატიკას, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება.
ერთიანი ლიდერის თემაზე რა აზრის არის ეროვნული ფორუმი, რომ გაერთიანდეს ყველა ოპოზიციური ძალა, როდესაც როგორც თქვენ ბრძანეთ თუ შედგა ეს რაღაც კონსენსუსი ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით პროცესიც დაიძრა იმ ეტაპამდე, იმ წერტილამდე მივიდა, სადაც თქვენ რეალურად დაინახავთ გაერთიანებას. თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია შეიძლება ყავდეს ერთიანი ლიდერი, როგორც იყო ეს თქვათ გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს? არ ვფიქრობ და არც მინდა რომ ასეთი აუცილებლობა დადგეს. ხა ერთიანი ფალავნის ძიებაში დავიღალეთ ამ წლების განმავლობაში. მე ეს თავდება ისე უმრავლესობებით, ერთპიროვნული მმართველობებით ხანდახან, ერთი მმართველი გუნდის მიერ თავს მოხვეული წინადადებებით თუ ქმედებებით. რაც მეტი ზომიერების ფარგლებში, რაც მეტი არჩევანი ექნება მოქალაქეს, რაც უფრო კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება ქვეყანაში, მით უკეთესია და თან თუ რამოდენიმე ლიდერი არსებობს ქვეყანაში და ერთ-ერთი მათგანი, ვისაც უდნავ მეტი უპირატესობა ექნება, ვერ გაამართლებს ან არ გამოვა, რეზერვი რჩება ქვეყანას დაახლოებით ისეთი ვენდობით აღჭურვილი ადამიანებისა და გუნდებისა, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია შეცვალონ არჩევნების გზით, გააგრძელონ ქვეყნის განვითარება და ასე შემდეგ. ამიტომ ნუ ვეძებთ მაინც და მაინც ამ ფალავანს ერთადერთს, თუმცა ჩვენს მდგომარეობაში ქვეყანაში, როდესაც ადამიანის საკუთარი თავის პატრონი ვერ არის და მეობას ვერ ინარჩუნებს, ამ მეობის პერსონალიზებას და გადატანას ცდილობს ვინმეზე და ეძებს ერთ კაცს ერთ ხსნელს, მაგრამ ეს სქემა და ეს მოდელი ყოველთვის არ ამართლებს. თუმცა ასეთი მოთხოვნილება როცა არსებობს, ის ოპოზიციური პარტიებიც კი ვინც წინააღმდეგი არიან შინაგანად ლიდერომანიისა და ბელადომანიისა, ფიქრობენ ხოლმე რომ შეარჩიონ რაღაც ისეთი ლიდერი, რომელმაც შეიძლება მეტი რეიტინგი დააგროვოს და შანსი მიცეს. აუცილებლად უნდა გაჩნდნენ მაშინ კონკურენტი ლიდერებიც, ასე ვთქვათ, და გუნდებიც, რომ დაბალანსდეს ეს სიტუაცია და ისევ ერთ-ვერტიკალ პიროვნებაზე აგებული სისტემა. ეს მოგცემ შედეგში იმას, რაც ყველას ერთად გინდათ ამ ხელისუფლების ვადამდელ შეცვლას, თუ მეტი ლიდერი იქნება, თუ დიდი კონკურენცია ოპოზიციაში იქნება. თუ ერთიანი იქნება ქვეყანაში თანადამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, რომელიც მოსაშორებელია, თუ იქნება სოლიდარობა და თითოეული ადამიანი მოახერხებს თავის თავში გახდეს ლიდერი, ამ შემთხვევაში მაინც და მაინც ერთი წარმმართველი წინამძღოლის ძიება არ იქნება აუცილებელი. ქვეყანამ უნდა გააკეთოს ეს, თვითონ უნდა იქცეს ლიდერად და ამ პროცესში უნდა ჩაერთოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს უფრო თეორია ხომ არ არის, ბატონო კახა. მე ხომ მოდით უფრო კონკრეტულად გითხავთ, ირაკლი ალასანიასთან თქვენ ძალიან დიდი სიახლოვე გაკავშირებთ თქვენი ოჯახური ისტორიებისა და გამო ფიქრობდნენ იმასაც, რომ თქვენ აუცილებლად ერთად იქნებოდით. ალასანია გამოიკვეთა, ბურჯანაძეს აქვს პრეტენზია პრეზიდენტობაზე, ლევან გაჩეჩილაძე ჯერჯერობით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ახლა დღეს ჩვენ მოვისმენთ და გაზეთები წერენ ამის შესახებ, რომ სოზარ სუბარსაც შეიძლება კონდეს პრეზიდენტობის ამბიცია. კიდევ გამოიკვეთება ალბათ მრავალი საზოგადოებამ, რომელსაც აქვს ოპოზიციური განწყობა, მოწონს 4-ვე ლიდერი ან 3 მათგან ან 2 არჩევანის წინაშე დგება, როცა მიდის საარჩევნო ყუთთან და ოპოზიციის ხმები იშლება. ახლა ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებთ, რომ ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ამაზე გეკითხებით თქვენ, ვინ იგებს ამ შემთხვევაში? ძალიან კარგია რომ ეკითხებით და იგებს საზოგადოება. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ რაც ეს მართველი გუნდი უზურპატორი მოშორდება ხელისუფლებას, დიახაც, რაც შეიძლება მეტი არჩევანი უნდა კონდეს საზოგადოებას. თქვენ გამორიცხავთ, რომ მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა. ეს თქვენ უნდა მოშორდეს გაქრეს თქვენ ამას ბრძანებთ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, რა თქმა უნდა, ვერ დაუშლით თქვენ, მას ვისაც ამის უფლება აქვს, ვერ დაუშლით არჩევნებში მონაწილეობას. ეს უფლება მას ექნება და მიიღებს კიდევაც ალბათ ნაცმოს კანდიდატი, მაგრამ საზოგადოება იმ დროისათვის უნდა იყოს მიყვანილი იმ ფორმაში და იმ ხარისხში. არჩევანის გაკეთება შეეძლოს განული გზის მიხედვით, რაც უკვე მოხდა იმის მიხედვით, რაც მოსახდენია იმის მიხედვით და აირჩიოს, დიახაც აირჩიოს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმაც მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა, თუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება აკრძალული საერთოდ როგორც ორგანიზაცია, მაგრამ ვერ იქნება, იმიტომ რომ ნახევარმა საქართველოს იმ გამოცდილებით, რაც ადრე გაიარა, ჩათვალა რომ მოვიდა მართველი ძალა, რომლის წევრიც თუ არ იქენიდა, რომელს თუ მონაწილეობა არ მიიღე, სამსახური არ გექნება, საჭმელი არ გექნება და ასე შემდეგ და ამიტომ ნაცმოს დიდ ნაწილს ჩვეულებრივ ადამიანებს ეს ჩვენი დამოკიდებულება არ ეხება. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინც ღებულობდა სახიფათო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ჩადიოდა დანაშაულებს. ისინი მონაწილეობას ვერც მიიღებენ, თუ საზოგადოებამ მორალური ობსტრუქცია გამოუცხადა მათ. დიდი მადლობა, ეს გახდათ ეროვნული ფორუმის ლიდერის კახა შარტავას პოზიცია. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში ნესტან კირცაძესთან ერთად, ის ლეიბორისტული პარტიის პოზიციებს გაგვაცნობს დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება ლეიბორისტული პარტიის წევრ ნესტან კირცაძესთან ერთად. გამარჯობა ქალბატონ ნესტან, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, შეუძლიათ დაგვირეკონ ტელეფონის ნომერზე 388 800. მე კი პირველ შეკითხვა მინდა დაგისვათ.
რეფერენდუმი თუ აქტიური ქუჩის აქციები? კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო მსმენელებსაც და ტელეაუდიტორიას და როდესაც ამ ბოლო დღეებში ჩნდება ასეთი კითხვები და შეფასებები, მე განსაკუთრებულად გაოცებული ვარ და ხშირად უსვამ ხოლმე საკუთარ თავს შეკითხვას, რომ ეგება სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და არა საქართველოში. ვინაიდან თუ კი ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი და ეს არის გარდაუვალი პროცესი და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა და არა ქართველმა საქართველოს მოქალაქემ, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს, მაგრამ ასეთი ტიპის წარმოდგენები, რაღაც ყოველთვის მესმის სიტყვა არჩევნებისთვის მზადება, ბლოკების გაერთიანება, თითქოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი ისევ საქართველოში იყოს, თითქოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ისევ საქართველოში იყოს, თითქოს ოკუპირებული არ იყოს საქართველოს ტერიტორიის 20%, თითქოს ამდენი უბედურება 5-6 წელი რაც ქვეყანას დაატყდა თავს არ იყოს ჩვენი რეალობა და ისევ რაღაც პოლიტიკური პასაჟებით, რეფერენდუმი, ბლოკები აი ამ თემებზე მიდის საუბარი. ჩვენი პოზიცია არ არის ახალი პოზიცია. ჩვენი პოზიცია 1995 წლიდან არის ცნობილი მიხეილ სააკაშვილისა და აი ამ ჯგუფის მიმართ, რომელსაც მაშინ სამწუხაროდ რეფორმატორებს ეძახდნენ და სინამდვილეში ეს იყო პოლიტიკური ექსტრემიზმი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ 2003 წელს, როდესაც საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და პრაქტიკულად სხვა ქვეყნის, სხვა ხელისუფლების, ფინანსური, პოლიტიკური და სხვა ჯგუფების ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რასაკვირველია ჩვენ ვიყავით, მე მგონი პირველები და ერთადერთი როდესაც გამოვედით აი ამ პროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს უმზადებდა დაშლას, დაქუცმაცებას და უბედურებას. თუმცა 95 წლიდან ერთ და იგივე პოზიციის ქონა და ლავირების არარსებობა პარტიისთვის მაინცსა და მაინც სასახელო ამბავი ვერ უნდა იყოს. სასახელო ამბავი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე ხელისუფლება არის უკვე 15 წელია საქართველოში და პრაქტიკულად მას შემდეგ აი 31 მარტი მოახლოვდება სულ რაღაც ერთ თვეში და მას შემდეგ რა საქართველოს მოსახლეობამ დასტური მისცა ქვეყანაში გამოცხადებულ რეფერენდუმს სურს თუ არა მას დამოუკიდებლობა და სხვათა შორის ამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მხარი დაუჭირა მაშინ აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და მისმა მოსახლეობამ და მაშინ ცხინვალის რეგიონმა, ანუ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა. ასე რომ დღეს და იმ დღიდან მოყოლებული პრაქტიკულად იგივე ხელისუფლება ჩანაცვლების პრინციპით, ოღონდ სხვადასხვა გვარსახელით, იგივე სისტემა არის ხელისუფლების სათავეში და ამდენად მე თქვენ გეთანხმებით, რომ პოლიტიკა არ არის ორთოდოქსალური მეცნიერება, პოლიტიკა რეალობასთან და დინამიკაში ვითარდება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ერთსა და იმავე ჭაობშია და ამას წინაც დამარცხების გზები შევარდნაძის გაცილებით უფრო სხვა და მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე დამარცხების გზები მიხეილ სააკაშვილის, ალბათ ამაში არის სხვაობა. და თუ კი ასე მარტივად ვისაუბრებთ ნინო და თუ კი ეხლა დავიწყებთ ისევ ლაპარაკს რაღაც კონკრეტული ჯგუფისაგან წამოყენებულ რეფერენდუმს მეორე ბლოკისტურ დაჯგუფებებს და ასე შემდგომ, თუ კი ასე გაუაზრებლად დაუძახებთ ისევ ხალხს, რომელიც ნერვებით წყიბზია და მთავარია რომ პროტესტი გამოხატოს და იგი მზად არის ამ პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში კახა შარტავა საუბრობდა ჩემზე წინ და ეს აქცენტები მის საუბარშიც იგრძნობოდა, თუ კი არ არის გააზრებული პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიისაგან პოსტ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის საქართველოში. თუ კი ზუსტად არ ვიცით ჩვენ ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს რით ვუმკურნალოთ, რით გადავარჩინოთ და აქ საუბარია არა. ვერ გავიგე ხალბატონისტა. მე გეკითხებით, არის პოზიციები. ერთი სახელდება ულტიმატუმი 5 მარტი, დანიშნოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნები, უკაცრავად რეფერენდუმი, მეორე სახელდება 9 აპრილი, რომ იწყება უპირობო აქციები, უპირობო გადადგომის მოთხოვნით და ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. სად იქნება ლეიბორისტული პარტია? მე მაინტერესებს 2009 წლის აი ამ ბოლო თვეებში და არა ძველი თქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე. არა, გამოცდილება ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაც და ჩვენ მასთან ერთად უკაცრავად და ეხლა იგივე რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნებისათვის მცდელობა და სხვა არაფერი და მე მეორე ვინც ამ საკითხს აყენებს ძალიან დიდი ბოდიში ჩვენ ძალიან გაუთამამდით რეფერენდუმების ჩატარებას ტერიტორიებს ჩამოჭრილ საქართველოში.
იმიტომ რომ რეფერენდუმს თავისი სამართლებრივი ძალა გააჩნია და თუ კი ჩვენ თვითონვე ქართული ოპოზიცია იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება აი ამ ჩამოჭრილი ტერიტორიების გარეშე რეფერენდუმებს გავმართავთ და არ გავიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებებს თუ კი თulis დღევანდელი ხელისუფლება ან ოპოზიციის ის ნაწილი რომ აფხაზეთის მოსახლეობა არ არის ჩვენი მოსახლეობა და ეს არ არის ტერიტორია ეს მისი პრობლემა რეფერენდუმს არ ეთანხმებით ერთმნიშვნელოვნად რა ეთანხმებით ქალბატონესთან თქვენ შევერთდებით 9 აპრილის აქციას მე ისე ვიწყებ საუბარს იმასთან დაკავშირებით და გავაგრძელებ ამ თემას და როდესაც შემდგომი რესპონდენტი გეყოლებათ ხვალდაზე, მაშინ ეს პოზიციაც მკვეთრად ჩამოუყალიბეთ. ანუ რეფერენდუმის 9 აპრილის და ლეიბორისტული პარტიის, იმიტომ რომ მე სრულად გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ მე წარმოვადგენ პარტიას, რომელიც არის პასუხისმგებლობით სავსე 15 წელიწადია თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და მას აქვს პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა. რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და სულ ერთი არ არის ჩვენთვის 9 აპრილი იქნება თუ რომელი აპრილი, როდესაც მოვა საქართველოს მოსახლეობას, რას ვეუბნებით ამ მოსახლეობას ანუ რით შეიცვლება ჩვენი ქვეყანა. ამდენად ჩვენ ვდგევართ ქუჩაში, აი დღესაც თქვენ ნახეთ უზარმაზარი აქცია გაიმართა ვანო მერაბიშვილის ოფისთან, ჩვენ ყოველდღე ვდგებით ქუჩაში, ჩვენ ყოველთვის დავდგებით ქართველ ხალხთან ერთად, მაგრამ ვეუბნებით ჩვენს კოლეგებსაც ოპოზიციაში და რაც ყველაზე მთავარია ქართველ ხალხს. ლეიბორისტული პარტია როდესაც გააკეთებს განცხადებას, რომ ის გადის უკვე ომში ქართველ ხალხთან ერთად, იგი ამ ომიდან უნდა გამოვიდეს გამარჯვებული და თუ არ იქნება პოსტ-სააკაშვილის პერიოდის გეგმა პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებში. მაშინ რასაკვირველია და ოდნავი მარცხიც კი გამოიწვია იგივე 9 აპრილის მანიფესტაცია, მაშინ გამტკიცდება მითი სააკაშვილის უძლეველობის შესახებ და გარდაუვალი არის მისი ყოფნა 2013 წელს. პარტიას ექნება თავისი ომი, როგორც თქვენ ბრძანებთ, მოусმინოთ მაყურებელს, რას ფიქრობს და რა შეკითხვა აქვს მას თქვენთან. დიახ, გისმენთ? გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ეს პევა არის. გამარჯობა. მე მაქვს კონკრეტული შეკითხვა. ყველა ოპოზიციონერთან და მით უმეტეს იმ ქალბატონთან, რომელიც ახლა ეკრანზე ჩანს. დაუშვათ დღევანდელი მთავრობა ის წინააღმდეგი ვარ და დაუშვათ მიმაჩნია რომ დღევანდელმა მთავრობამ შეგნებულად დაკარგა თუ არ ჩააბარა ტერიტორია. დაუშვათ მაგრამ რას მთავაზობთ მე თქვენ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად გარდა სამოქალაქო ომისა და აჯანყებისა. დიდი მადლობა. რა გზები არსებობს ისეთი, რომელიც საზოგადოებაში არ გამოიწვევს, ისედაც ძალიან დაღლილ საზოგადოებაში უფრო მეტ დაძაბულობას. გამარჯობათ ქალბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობელი ვარ ამ შეკითხვისათვის, ვინაიდან ზუსტად ამ დროს, ისე როგორც თქვენ ისმენდით და ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის ტენდენციები, რომელიც გარდაულად ჩანდა. შარშან ამ დროს. ჩვენ წელს გეუბნებით და ეს არ მიიჩნიოთ ახლა რაღაც ჰიჩკოკის სცენარად ან ძილის წინ რაღაც დამაფრთხობელ სიზმრად, მაგრამ გეუბნებით, რომ ძალიან დიდი და რეალური შანსი არის საქართველოს ტერიტორიების კიდევ უფრო მეტად დაშლის, დაქუცმაცების და საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ახალი ავტონომიური ერთეულების გაჩენისა. ბოდიში ქალბატონინო დამასრულებით ეს არ არის სასწრაფო სათქმელი, არ არის ანალიზი და მე ვეუბნები აი ამ ქალბატონს და ვინც არის დაინტერესებული. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სერიოზულად, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და ამ რეჟიმმა პრაქტიკულად მოაწყო სისხლიანი ავანტიურა და დაკარგა საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიების 20%. მე უცებ ეხლა თქვენ ელოდებით, რომ ჯიბიდან ამოვიღებ სცენარს, როგორ დავიბრუნებთ ამ ტერიტორიას. ეს თქვენთან ერთად და ქართულ ხალხთან ერთად ძალიან დიდი შრომის, ჯაფის, გააზრებული პოლიტიკის, გააზრებული და არა ძალიან ემოციური პოლიტიკის შედეგად ხანგრძლივი შედეგი გახლავთ ძალიან სამწუხარო. მაგრამ ეს ქალბატონესთან
სცენას არავინ არ გთხოვთ, მაგრამ ვერ მოგთხოვთ, რა თქმა უნდა, თუმცა რაღაც პოლიტიკას ჩამოყალიბებულს თქვენ გესახებათ ეს საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით უფრო მეტად თქვა დასავლეთზე, ევროკავშირზე ორიენტირებით, ამერიკასთან კონტაქტში, ნატოში შესულით, რუსეთთან ურთიერთობის, რა ამას გეკითხებათ ალბათ მაყურებელი, ძალისმიერი და მეთოდები დაბრუნების. ძალისმიერზე ლაპარაკი უნდა დასრულდეს ეს სამხედრო რიტორიკა, ეს მარშები და რაღაც კლიპების არსებობა, სახელისუფლებო პროპაგანდა, ეს არის უზარმაზარი შრომის შედეგად, რომელიც პირდაპირი კონტაქტებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან, რასაკვირველია აქ რუსეთის როლი უმნიშვნელო კი არა, გადამწყვეტია და რა თქმა უნდა დიალოგი და ყოველ მიზეზ გარეშე დიდი შრომა არის ამ ურთიერთობაში ჩასადები, თავისთავად ცხადია და რა თქმა უნდა ეს პირველ ყოვლისა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობით სავსე ფართო კოალიციურმა ხელისუფლებამ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ აუცილებლად მოვა საქართველოში. მე კიდევ ვიმეორებ, რომ 9 აპრილი არ უნდა გახდეს რაღაც ფატალური რიცხვი იმისა, რომ 9 აპრილს რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება, როგორც ეს ჩვენს კოლეგებს წარმოუდგენია და რასაკვირველია ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ის ამბავი, რომ სააკაშვილის როგორც პრეზიდენტი აღარ არსებობს საქართველოს თქვენ არ შევერთდებით 9 აპრილის აქციას გაბატონებასთან. დავასრულებ ამ წინადადება საქართველოს არ ახავს პრეზიდენტი, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ჭირდება გაფორმება. როგორ არ ყავს გაბატონებასთან საქართველოს პრეზიდენტი მოქმედია და ის არსებობს და ის მოგზაურობს მას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციები. რეზიდენციაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტს არ გაუკეთებია და ბოლო ბერლინის სამიტის შემდეგ, როდესაც მიწვეული იყო მიუნხენის სამიტის შემდეგ, სადაც მიწვეული იყო 300-მდე პირველი და მეორე პირი ევროდასავლეთისა, მიხეილ სააკაშვილს სიტყვაც კი არ მისცეს, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო გადაწყვეტილება ის როგორც არასაიმედო და ის როგორც ავანტიურისტი პარტნიორი უკვე აღარ იყოს რასაკვირველია როგორც ეს მე მოისმინეთ თქვენ რამე განმარტება იყო ამასთან დაკავშირებით რომ სააკაშვილი არის პარტნიორი არასაიმედო და ასე შემდეგ და ამის გამო არ ვაძლევთ სიტყვას. აი ახლა თქვენ წინ ხედავ მე კომპიუტერს და ნებისმიერ საიტზე შევბრძანდით საერთაშორისო საიტზე და ნებისმიერი ანალიტიკური წერილი წაიკითხეთ. არა, თვითონ მიუნხენის დღესასწრებთან დაკავშირებით. რასაკვირველია ამასთან დაკავშირებით უფრო მეტსაც გეტყვით, მიუნხენი ნამდვილად ჰომერულად ხარხარებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიტკალებით გაფითრებული ითხოვდა 5 ჯერ სიტყვას კი არ მისცეს მიუნხენის ტრიბუნიდან. უბრალოდ ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და უკაცრავად კავტონინო დავასრულებ შემდეგ მოსაზრებას. ყველაზე მძიმე აი ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არის ჩემი ირონია, არ არის ჩემი გროტესკი და არ არის ეს მაინდამაინც კარგი ფაქტი, რის შესახებაც მე ახავ საუბრობ. აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ უკვე თანდათანობით სუვერენობა დაკარგული საქართველო, დამოუკიდებლობა დაკარგული საქართველო, ტერიტორიები ჩამოჭრილი საქართველო კარგავს უკვე საერთაშორისო თანამეგობრობაში მის ადგილსა და როლს. დღეს ყველა ლაპარაკობს საქართველოს, ლაპარაკობენ რუსეთში, ლაპარაკობენ ახლო აღმოსავლეთში, ლაპარაკობენ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არავის არ აქვს საშუალება ილაპარაკოს საქართველოს სახელით. ამდენად თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, რასაკვირველია მძიმე იქნება საქართველოს მომავალი. თქვენ არ შევერთდებით 9 აპრილის აქციას. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი, მაგრამ ჩვენს განცხადებას საქართველოს ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი სრულიად დიდი პასუხისმგებლობის მქონე, როგორ ესახება მას ამ ხელისუფლების დასრულება საქართველოში და როგორი იქნება პოსტ-სააკაშვილის პერიოდი, ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას და რა პასუხისმგებლობის ტვირთს აიღებს ლეიბორისტული პარტია, ამის შესახებ გაკეთდება ოფიციალური განცხადება ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ხალხის გასაგონად. ჩვენი ხალხის გასაგონად, როდესაც ჩვენ ამას ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობის ტვირთით ჩვენ ვიქნებით ჩვენს ხალხთან ერთად და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შევალთ ომში, ოღონდ ამ ომიდან დავბრუნებით გამარჯვებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შევქმნით იმის ილუზიას, რაც წინა წელს, მაგალითად ამ დროს შეიქმნა მითი სააკაშვილის დაუმარცხებლობის შესახებ. თუ კი სააკაშვილის წინააღმდეგ თუმცა ამაში მონაწილეობა ლეიბორისტულმა პარტიამაც მიიღო. ამ მითის შექმნაში. პარტიამ, ამინდის შექმნა ეს იყო საერთო სახალხო საპროტესტო ტალღა და მე კიდევ ვიმეორებ, სადაც არის ქართველი ხალხი, იქ არის ლეიბორისტული პარტია, მაგრამ ქართველი ხალხი თუ გავაც 9 აპრილს თქვენ შევერთდებით უკვე დაწყებულ აქციას, თუ დაინახავთ რომ ეს იქნებით, მე მგონი თქვენ არ გინდათ ამ პოზიციის მოსმენა და მე როგორ არ მინდა, მე მაინტერესებს ხალხს და ვეუბნები, რომ სადაც იქნება ქართველი ხალხი, იქ დადგება ლეიბორისტული პარტია, მაგრამ ხდება ხოლმე რომ ჯერ იკრიბება ხალხი, ლეიბორისტები აკრუდებიან და გვიან უერთდებიან. ძირითადად ყველა ტალღა, სადაც ლეიბორისტები მიუერთდნენ, სადაც მივიდნენ, იყო
კითხვების დაწყებული. მე თასე დავსვავ კითხვას. ამჯერადაც შეიძლება ასე მოხდეს? მე კიდევ ვიმეორებ და გასაგებად მინდა მკაფიოდ ჩამოვაყალიბო, რომ ვინ იქნება ორგანიზატორი 9 აპრილისა ეს მკაფიოდ გამოკვეთილია, მაგრამ ამ კოლეგებმა ჩვენ უნდა გვითხრან რა პასუხისმგებლობის ტვირთს იღებენ ისინი 9 აპრილის შემდგომ, მაგრამ თქვენი შეკითხვა, რომ ვაკვირდებით პოზიციებს და მე რამეს უერთდები, ეს არ არის აბსოლუტურად სწორი, ვინაიდან ჩვენი პოზიცია არის პასუხისმგებლობით სავსე პოზიცია. მე კიდევ ვიმეორებ და აქედან არა მხოლოდ ჩვენს ხალხს ვეუბნები, არამედ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ მხოლოდ გააზრებული პოლიტიკური გეგმით შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. მე ვბრძანებ და კიდევ ვიმეორებ ამას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდეს ისე, რომ მითი სააკაშვილის დაუმარცხებლობის შესახებ გაგრძელდეს. დიდი მადლობა, ეს გახდათ ლეიბორისტული პარტიის პოზიცია, ეს გახდათ უცნობი კავკასია, რომელიც დაგებრუნდებათ ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე დროებით. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.